მადლობა. წინ ალბათ კიდე ბევრი გამარჯვებები იქნება დარწმუნებული ვარ. კარგით, გავაგრძელებთ. ესე იგი, ბატონ ზაზას უდიდეს მადლობას ვუხდით ჩვენ ესეთი გაწეული შრომისთვის, ფაქტების სახეზეა. ამ უაღრესად ნიჭიერმა ადამიანებმაც ასევე მოდით გადავალ სტუდია მეტროსთან დაკავშირებით. თქვენ ალბათ იცით, რომ ეს ადვილი არ არის კლიპის გადაღება იმ სტანდარტებით, რომ ეს იყოს მისაღები, თქვა სხვადასხვა ქვეყნებში, მით უმეტეს ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ნახეთ, ჩამონათვალი ჩვენი ტურის. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ ამ ვიდეო რგოლის გადაღება და ვფიქრობ, უფრო თვითონ დაწვრილებით ილაპარაკებს სტუდია მეტროს წარმომადგენლები. გთხოვთ. ცოტა მოგესალმებით ყველას. მე ვფიქრობ, რომ დღეს ისეთი, არ ვიცი, ემოციურად გადატვირთულები ვართ, უბრალოდ რთულია ჩვენთვის ამ ემოციის გამოხატვა. რეალურად ვიტყვი, რომ პროექტი იყო ძალიან კარგი, თვითონ პირველი შეხვედრიდანვე, იცით, ალბათ მე ჩვენ ყოველთვის გვაქვს ესე წინაგრძნობა ჩვენ რეკლამაში, რომ მუშაობ და ეს კონტაქტი რო შედგება პირველი და ენერგიას რო უგზნობთ და ეს ენერგეტიკის გაცვლა რო ხდება ესეთი სახით, როგორც მოხდა ჩვენ შორის, როცა თქვენ მოხვედით ამ პროექტი ჩვენთან, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ წარმატებას ვიცოდით არა, გჯეროდა. თქვენთან ერთად გჯეროდა და საბოლოო ჯამში წინაზე როცა იყო განხილვა ამ კლიპის, მაშინ მხოლოდ ვარაუდი იყო, რომ გავიდოდით. ეხა ვარაუდი აღარ არის, ეხა ფაქტის სახეზე გავედით კიდევაც და ჩარჩიც მოხდით. შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ ჯგუფი სამუშაოდ იყო ძალიან საინტერესო. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდე მომავალში საინტერესო პროექტებს გავაკეთებთ ერთად. მუშაობდნენ აბსოლუტურად არანორმალურ პირობებში, ამაზე შეიძლება მე რეჟისორმა მოყვას დეტალებში. და მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის საამაყოა, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდა უკვე ისეთი ხარისხი შეიქმნას, რომ დააკმაყოფილოს ნებისმიერი სტანდარტი და MTV სტანდარტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტია, როგორც ვიზუალის თვალსაზრისით, ისე მუსიკალური ნაწარმოების თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხოლო ჯგუფის გარღვევა არ იყო რეალურად, ეს იყო პროდიუსერების გარღვევა, ეს იყო საქართველოს, ეს იყო ქვეყნის გარღვევა რეალურად, იმიტომ რომ თქვენ ნახავთ ვიდეოზე, რომ წარწერაზე არის ჯორჯია და შესაბამისად ჩვენ აბსოლუტურად სხვა დონეზე გადავდივართ, უკვე სხვა სივრცეში შევიჭერით რეალურად და მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის როგორც სტუდიასთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა, ხო? აი ჩელენჯი. გამოწვევა იყო ჩვენთვის ეგეთი პროექტის გაკეთება. შესაბამისად, არ ვიცი, მე მიხარია თქვენთან ერთად. დიდი მადლობა სტუდია მეტროს. მე ვხედავ აქ უამრავ ადამიანს, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თვალყურს ადევნებს საერთოდ შოუ ბიზნესს არსებულს თუ არ არსებულს საქართველოში და ყველა ჩვენი ეტაპი პრინციპში თქვენთვის არის ცნობილი. ძალიან გვიხარია კიდევ ერთხელ, რომ ყველა თქვენთაგან იმყოფება აქ. ჩვენთვის იყო ძალიან დიდი პრობლემა შარშან ამ ინფორმაციის გავრცელება თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს. ეს იყო ჩვენთვის დაუჯერებელი და საქართველოში ეს ფიზიკურად უბრალოდ ვერ გაშუქდა რაღაც მიზეზების გამო, ასე ვთქვათ. რაც ყველა ჩვენთაგანისთვის ეს მიზეზები არის ცნობილი. შესაბამისად, ამიტომაც არ იყო ესეთი პიარი ამ პროექტთან დაკავშირებით. მაგრამ დღეს უკვე ამ ყველაფერს ვეღარ შევინახავთ, ვეღარ გავაჩერებთ, ვერაფერი ვერ გააჩერებს. თქვენი დახმარებით ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენ ამას გაიზიარებთ, გაუზიარებთ სრულად საქართველოს, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, რომ საქართველო მოხდა ევროპულ MTV-ზე, სადაც დაფიქსირებულია ჯგუფი და საერთოდ პროექტი, როგორც ასე ვთქვათ, შექმნილი, დაბადებული და წარმოდგენილი საქართველოდან. ეხლა ალბათ გადავალთ, ხო, გადავიდეთ და ნახოთ ფაქტები, თუ როგორ ვიმყოფებით მე-10 ადგილზე ევროპულ ჩარტებში.
გთხოვთ გამოვთოთ. მოგეთ ესეთი ამბავი დაგვატყდა თავს რა, რაც ვფიქრობ ყველა ჩვენთაგანისთვის არის სასიხარულო და შესაბამისად ეს ძალიან დიდი წარმატება არის არა მარტო ჩვენი, არამედ სრულიად საქართველოსი. კიდევ ერთხელ TBC TV სტუდია მეტრო არც ფორუმი უდიდეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. პრინციპში შეგვიძლია კითხვა-პასუხის ხო გადავიდეთ თუ გაქვს შეკითხვები და ვისთან როგორ უკაცრავად კითხვა და ვისთან არის კითხვა მარი პროდიუსერი შემდეგი ჩვენი ეტაპი ერთი ისაა რაც შეგვიძლია ახლა გავავრცელოთ ინფორმაცია რომ რაღაც ერთი კვირა 10 დღის განმავლობაში ჩვენ საქართველოში გამოვუშვებთ საქართველოსთვის ჯერჯერობით ალბომს სახელწოდებით We Don't Wanna Put In, როგორც ნახეთ, არის დაფიქსირებული უკვე იქ ალბომის სახელი MTV-ზე. ამ ალბომში შედის 11 სიმღერა. ეს მხოლოდ ჯერჯერობით საქართველოსთვის გამოვაქვს, ნახოთ შემდეგი ეტაპები. ჩვენ უბრალოდ წინასწარ არ გვინდა რომ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რადგან შემდეგ ეს ყველაფერი უკვე რეაქციას ახდენს და ამიტომ ან გეგმები გავთქვათ ზოგადად. ხო, ან გეგმები რაღაცები მოლაპარაკებების დონეზე მიდის და ამიტომ არ გისურვებთ. დიახ. 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 ნამდვილად არა, იმიტომ რომ ეს იყო კონკურსი, ევროვიზიის შესარჩევი კონკურსი, მაგრამ შემდგომში უკვე იმდენად თვითონ აკრიფა ამ პროექტმა და ისეთი კარგი გამოხმაურება ჰქონდა ევროპელ მსმენელში, როგორც გითხარით, რომ ეს უკვე ყველაფერი აიკრიფა შემდგომში. და რა თქმა უნდა, ვერც წარმოვიდგენდი და ვერც ვიოცნებებით ამაზე, რომ რეალურად მოხერხდებოდა MTV-ზე ჩარტებში მოხვედრა. ამას ვერც იფიქრებდა, არამც თუ მე არავინ. მე მგონი თავად სიმღერის ავტორიც კი ვერ იფიქრებდა. და არც სტივენ ბადი. კი, არც სტივენ ბადი, ჩვენი პარტნიორი, ბრიტანელი პროდიუსერი. დიახ, გისმენთ. მე გიპასუხებ თუ შეიძლება. ანუ ზოგადად ეს შეკითხვა ძალიან მომცველობითია, რას ქვემძანეთ. ანუ მე თქვი კიდევაც ჩემი გამოსვლის დროს, რომ ზოგადად პირველ რიგში ალბათ ქართველმა მუსიკოსებმა უნდა დაიწყონ მუშაობა დასავლური სტანდარტებით. ანუ ლაპარაკი რაზეა? სწორი რეპერტუარი, სწორი პრომოუშენი, სწორი მარკეტინგი, დაწყებული სწორი ფოტოსესიიდან, სწორი იმიჯი, ვარცხნილობა და რა თქმა უნდა სწორი კლიპი. ამ შემთხვევაში თუ MTV-ზე ვლაპარაკობთ, ეს ყველა კომპონენტი არის ურთიერთდაკავშირებული. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ შემთხვევაში ჩვენი ძირითადი ხელისშემწყობი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ ყავს სერიოზული ბრიტანელი პარტნიორები, პრომოუტერები და პროდიუსერები, მაგრამ ზოგადად პირველ რიგში ალბათ პასუხი ეს იქნება, რომ უნდა ნელ-ნელა ვისწავლოთ ამ სფეროში ესეთი ევროპულ სტანდარტებზე მუშაობა. ალბათ თავარი ეს. რაც შეეხება ამ ჩარტებს, ეს არის, ესე იგი, ძალიან რთული სისტემით ხდება ეს ჩარტები, იმიტომ რომ ეს დამოკიდებული არის ერთის მხრივ თქვა გაყიდვებზე, დაუნლოუდებითაც და ასე თქვა ფიზიკური გაყიდვებისაც, მაგრამ ასევე დატრიალებები რადიოებში, ტელეეთერში და ასე შემდეგ და ეს არის სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, ასე თქვა გაკეთებული ჩარტები, რომელსაც მე აჯამებს თვითონ MTV-ს პანელი, ასე თქვა მათი ექსპერტთა საბჭოა ესეთ სისტემა. მადლობთ. იმასთან მიმართებაში რაც ხდება ხოლმე კლიპები და ახლობით კლიპის ბიუჯეტი იყო 40-50,000 დოლარის ფარგლებში რაც ასევე საამაყოა რომ ქართული პროდუქცია არის და ბატონისაზე დამეთანხმება. კი, ნამდვილად. ძალიან კალკულური ადამიანი ეს არ არის ესეთი ბიუჯეტი რომ ჩვენ ნამდვილად არ. შევახციეთ სადღაც ეს არის ძალიან მცირე ბიუჯეტი იმისთვის რომ მოხდე აქ. ამაზე ბევრად ნაკლები კლიპი, ბევრად ნაკლები ბრიტანეთში რო გადაიღოს, ვინმე ჯდება 50,000 ფუნტი, რაც არის თითქმის ანუ ჩვენ დაგვიჯდა ასე ვთქვათ ნახევარი ფასი იმისი, რაც რეალურად ჯდება იმათთვის. შეკითხვები?